უნდა ითქვას, რომ ზვიადი დაკავებულია 2024 წლის 4 დეკემბერს. მისი დაკავების საფუძვლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება მისი Facebook გვერდის, უпростоრედ დაფიონის Facebook გვერდიდან აღებული ლაივი, სადაც ზვიად ცეცხლაძე დაახლოებით 31 წუთის მანძილზე წერს ლაივს და შესაბამისად აკეთებს განცხადებას. მისი განცხადების შინაარსი არის ძირითადად მთლიანი ვიდეო მასალის ნახვის და შესწავლის შემდეგ ობიექტურ დამკვირვებელს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი მთლიანად მიმართული არის თავდაცვითი ხასიათის მოწოდებისკენ და არა ვინმეს მიმართ თავდასხმითი ხასიათის მოწოდებისკენ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ ზვიად ცეცხლაძე ახდენდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ მათ განეხორციელებინათ თავდასხმა როგორც პოლიციის თანამშრომლებზე, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, მათ შორის ბრალის დადგენილებაში, ჩვენ გვიწერია ზვიადის ბრალის დადგენილებაში, რომ მან პარლამენტის შენობის მიმართ განახორციელა ძალადობრივი გზით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ასეთი ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა მიაყენა ზიანი საქართველოს პარლამენტს სტრატეგიულ ობიექტს. დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრალდება არ არის დასაბუთებული. ჩვენ წინა სასამართლო სხდომამდე მუშაობთ, ვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომელი მტკიცებულების მიხედვითაც სამართლებრივად ვფიქრობ და მიგვაჩნია, რომ დავადასტურებთ ზვიადის უდანაშაულობას. მიგვაჩნია, რომ ზვიადი არ არის დამნაშავე და მას მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი არ აქვს. შესაბამისად, წინა სასამართლო სხდომამდე წარვადგენთ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულების შემდეგ რო გითხრათ, რომ განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს რამე არსებითად შეცვლის ნამდვილად არ ვიქნები მართალი, თუმცა მიგვაჩნია, რომ სამართლებრივად ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დაადასტურებს გამორიცხავს მისთვის შერაცხულ ბრალს. აქვე ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ზვიადი არ არის ვალდებული ამტკიცოს მისი უდანაშაულობა, მაგრამ რადგან მისი დაცვის სტრატეგია ასეთია და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ უნდა დავადასტუროთ კონკრეტული პირის ბრალეულობის გამომრიცხველი მტკიცებულებებით მისი უდანაშაულობა, ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს კანონის ჩარჩოების დაცვით.